გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი მოზარდის განაჩენი ცნობილია. დემეტრე ჩიკოვას 9 წლითა და 9 თვით, ანინა ასყიდაშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ. პროკურატურა ჩიკოვანს ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ასყიდაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა, ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა ნაცნობ ქალს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებრიდან კაცი გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო, საპატრულო და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულები. ადგილობრივები ამბობენ, რომ გვირაბის თავზე მოაჯირის გაკეთება ბევრჯერ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ყალბი ეგრეთ წოდებული кейსები ამერიკის ვიზებისთვის. გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შტატებში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის შექმნას პირდებოდნენ. სანაცვლოდ $1500-მდე თანხას, ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის კი $3000 ითხოვდნენ. დამატებით კი ჯამში $6000-დან $8000-მდე იღებდნენ.